ლევანი ექსტრემალურ სიტუაციებში გამოძახებებზე ხშირად დადის, ის ქვეწარმავლებს იჭერს და ქალაქგარეთ უშვებს. თან საერთოდ არ ეშინია, მე პირადად მიჭირს ამის წარმოდგენა, გონჯებს უყუროთ. ის რაც ზოგისთვის ძიძღთან, შიშთან და გულისწასხლთან ასოცირდება, ლევანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მას ქვეწარმავლები ბავშვობიდან უყვარდა, დღეს კი მათი მოვლა მისი სპეციალობაა. მთელ დროს ქამელეონებზე, ხვლიკებზე, თევზებზე და გველებზე ზრუნვაში ატარებს. რისკიანი რა თქმა უნდა არის, მაგრამ თუ საქმე გაინტერესებს, ყოველთვის ამ რისკს გადავახავ, ასე ვთქვათ და აღარ შეგეშინდება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის და თავისებური სხვანაირი ცხოვრება არის საერთოდ. ქვეწარმავლებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა რა. ძალიან ბევრჯერ უკვენია გველებს, მაგრამ შხამიანი არც ერთი არ იყო აქედან. ხშირად ხდება აქ მუშაობაში გველებთან და ხშირად კიდე გამოძახებებზე რო გავდივართ. მანდაც, მაგრამ შხამიანი არ ყოფილა შემთხვევა ეგეთი. საერთოდ როგორც ესეთი თბილისი არ არის შხამიანი გველების ზონა, შხამიანი გველი ერთ-ერთი საქართველოში, რომელიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის არის გიურზა, აი აქ ყავს და ეგეც არის კახეთისკენ, თბილისში არ არის გიურზა. თბილისში არის ძალიან ბევრი სახეობები, სხვადასხვანაირი გველები, ზოგი აგრესიულია, ზოგი წყნარია, როგორც ეს მაგალითად. ეს არ გვინათლებს, ხასიათი ესეთივე აქვს ძალიან ბევრს. ყველა გველი არის თავისებურად ძალიან ლამაზი, ძალიან საინტერესო, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გველი არის ჩხრიალა გველი არის, ესა ტეხასური ჩხრიალა, ჩხრიალების საერთოდ ძალიან ბევრი სახეობა არის, მაგრამ ჩვენ მარტო ეს გვყავს. არის ძალიან აგრესიული, მაგრამ აქვს კუდის დაბოლოებაში საჩხრიალა, ესეთი აჩხრიალებს და აფრთხილებს. ყველას რო არ მომეკაროთ არის ძალიან შხამიანი, მაგრამ ძალიან ლამაზი არის და ძალიან თავისებური გველია.